საიქიო მარადიული განსასვენებელია. ძვირფასო მორწმუნენო, ერთხელ შუამავალი მუჰამედი მეგობრებთან ერთად გასვენებაში იმყოფებოდა. იქ მიმდინარე პროცესმა მასზე ძალიან იმოქმედა, იმდენათაც კი, რომ თვალებზე ცრემლები მოადგა. მას თავისი მიმდევრებისთვის ყველაზე მეტად საიქიო ბედნიერება სურდა. შუამავალმა იქ მყოფებს უთხრა: ძმებო, სიკვდილისათვის მზადებაში იყავით. ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენ ყველას მომავალთან დაკავშირებული ულევი შფოთვები გვაწუხებს და ამ დროს ზოგჯერ ჩვენი ამ ქვეყნად გაჩენის ჭეშმარიტი მიზანი გვავიწყდება და სიკვდილი თითქმის არც გვახსენდება. ჩვენს ირგვლივ ან მედიაში გავრცელებული ამბებიდან ვგებულობთ, რომ ყოველ დღე ვიღაც კვდება, მაგრამ ჩვენ ამას სრული გულგრილობით ვხვდებით. ამ პანდემიის პირობებში კი ყოველდღიურად ათობით ადამიანი გვაკლდება, მაგრამ ამასაც კი შევეჩვიეთ და ჩვენში სათანადო განცდებს აღარ იწვევს. არადა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიკვდილი და შემდგომ აღდგომა სრული ჭეშმარიტებაა. ამ ცხოვრებაში ჩვენ მხოლოდ გამულელები, წუთი სოფლის სტუბრები ვართ. ჩვენ ამ ქვეყნად გამოცდის მიზნით ვართ გაჩენილნი და ერთ დღეს აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც ამ ქვეყნიურ ცხოვრებას უნდა გამოვეთხოვოთ და მუდმივ სამყოფელში გადავსახლდეთ. საიქიოში კი ამ ქვეყნად გაკეთებული ყოველი ქმედებისთვის უეჭველად განვიკითხებით. იქ კი ან უსასრულო ბედნიერება მოგვენიჭება და სამოთხეში დავიმკვიდრებთ ადგილს, ან კიდევ სასტიკ სასჯელს დავექვემდებარებით. ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენ ცხოვრებას ჩვენი რწმენა განსაზღვრავს. რწმენის ერთ-ერთი პირობა კი საიქიოს რწმენაა. ადამიანს, რომელსაც საიქიოს რწმენა გააჩნია, იცის, რომ საიქიო ბედნიერების გასაღები მის ამ ქვეყნიურ ცხოვრებაშია. ის ცდილობს ისე იცხოვროს, რომ ღვთის კმაყოფილება მოიპოვოს და განკითხვის დღეს ღვთიური წყალობის იმედით წარსდგეს. მორწმუნე ადამიანი ცდილობს სიკეთით იცხოვროს, რადგან იცის, რომ სიკეთე მის ამ ქვეყნიურ ცხოვრებას ბარაქას მატებს. მორწმუნე ცდილობს ისლამით შთაგონებული საუკეთესო ზნეობა გაითავისოს და ამ ზნეობის მიერ ნაკარნახევი ცხოვრების წესით იცხოვროს. მისთვის ღვთის მოსაობა სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანია. მორწმუნე ცდილობს განერიდოს ყველა იმ საქმეს, რომელიც ღვთის გზაზე დგომისას მის გადაცდომას გამოიწვევს. მორწმუნე მუდმივად ღმერთს ევედრება და ამით თავის მორჩილებას გამოხატავს. ძვირფასო მორწმუნენო, მოდით მუდმივად გვახსოვდეს, რომ საიქიო ცხოვრება უსასრულოა და მისთვის ზრუნვა უფრო გონივრულია. ყურანში ასეა ნაბრძანები: ჰეი ადამიანო, რა შენი შემცდენი შენი საღმერთისა გლუხვისა წინაშე? წაიკითხე შენი წიგნი, დღეს ანგარიშკებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული. მაშინ
ვისაც ებოძება თავისი წიგნი, მისივე მარჯვენაში იტყვის, აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი. მოეჭველად, მე ვუწყოდი, რომ გადავეყრებოდი ჩემს ანგარის სწორებას. და ვინც ისურვა საიქიო, იღვაწა მისთვის სათანადოდ და იგი მორწმუნეა, ამრიგად გარჯა მათი იქნება დაფასებული.